მოგესალმებით ყველას. ეს არის ჩემი პირველი ვიდეო YouTube პლატფორმაზე და ზოგადად ჩემნაირი ადამიანისთვის, ვისაც სოციალური ქსელები საერთოდ არ აქვს და კამერასთან მუშაობის გამოცდილებაც ნაკლებად მაქვს, გარდა Facebook პლატფორმისა, სადაც უშუალოდ ასწავლო ვიდეოებს ვტვირთავ ხოლმე. YouTube არხის გაკეთება ცოტა თამამი განცხადება იყო. რას ისახავს ეს არხი მიზნად? არხი მიზნად ისახავს ინგლისური ენის შესწავლა იყოს სახალისო, აგრეთვე ყველასთვის ხელმისაწვდომი. არ აქვს მნიშვნელობა ახლა იწყებთ სწავლას, უკვე დაწყებული გაქვთ და გსურთ გაიუმჯობესოთ ენა. თეორიულ ვიდეოში იქნება სხვადასხვა ტიპის რჩევა, გამოთქმის რჩევები და სასარგებლო ლექსიკამდე და ასე შემდეგ. არ გეტყვით ახლა ჩემი გვერდი გამოიწერეთ. თუ მოგეწონებათ, ისედაც გამოიწერთ. დავიწყოთ ანბანით. ინგლისურში სულ არის 26-100. ამ 26-100-დან 5 არის ხმოვანი. 5 ძირითადი ხმოვანი. A, E, I, O და U. ხოლო დამატებითი ხმოვანი არის ხანდახან ხმოვანი არის Y. ეს კი ვისაუბრებ 5-100-ს გამოთქმაზე. ეს 5-100 კი არის C, G, H, W და Y. C-100-ს აქვს 3 ჟღერადობა. პირველი არის K, მეორე არის S და მესამე არის Ch. K ჟღერადობა არის ყველაზე მეტად გავრცელებული. მაგალითად, cake, car, cup. მოდის წარმოვთქვათ როგორც S, 100 C-ს შემდეგ. მოდის შემდეგი ასოები. E, I, an, Y ასოები, მაშინ იკითხება როგორც S. მაგალითად, cereal, cycle, city, cell. Ch'd იკითხება, როდესაც CH არის ერთად. მაგალითად, child, chocolate, chicken. დავიდეთ ახლა ასო G-ზე. ასო G უმეტესად იკითხება როგორც G. მაგალითად, girl, go, game, good. ხოლო იკითხება როგორც J. თუ მის შემდეგ მოდის E, I, an, Y ასოები. Ginger, Jim, giant, Georgia. ასევე G შეიძლება იყოს silent. უმეტესად ეს არის GN კომბინაციით. მაგალითად, sign, design. ახლა გადავიდეთ ასო H. სიტყვები ნასესხები არის ფრანგულიდან ან ლათინურიდან, ეს კონკრეტული ასო არ იკითხება. მაგალითად, honor, power, honest. გარკვეულ სიტყვებში კი იკითხება, მაგალითად, house, hand, here, history, hospital. გადავიდეთ ასო W. იკითხება როგორც what, white, win, well. და არა როგორც well, no, well, water. ხოლო ამასაც აქვს კომბინაციები, მაგალითად O, W ერთად. Ow, now, how, cow, brown. რიგ შემთხვევაში იკითხება O, მაგალითად low, show, grow. W-ს შემდეგ მოდის R ასო, მაგ შემთხვევაში არ იკითხება. მაგალითად, wrist, right და არ იკითხება, მაგალითად ამ შემთხვევაშიც answer, WR კომბინაციების დროს უმეტესად არ იკითხება. მოდელი ვიდეოს ბოლო ასოგერა არის Y, რომელიც ხშირად იკითხება როგორც E. Happy, baby, city, family. ხოლო როდესაც არის ერთადერთი ხმოვანი და ის არის სიტყვის ბოლოში, იკითხება როგორც I, cry, my, fly, try. დღეისათვის სულ ეს იყო.
შემდეგ ვიდეოში კი სხვა ასოებს განვიხილავ. თუ აღნიშნულ ასობგერებზე რაიმე კითხვა გექნება, შეგიძლიათ დამეკომენტაროთ და გიპასუხებთ.